მადლობისა ძვირფასო მეგობრებო. მოგესალმებით ტელეკომპანია PKTV-ის გადაცემა პოლიტიკა და სამართალი. მე გახლავართ ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ბიძინა მესხი. ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემა არის ამ ბოლო დროს ატეხილი ხმაური კონსტიტუციაში ერთი შეხედვით ძალიან მარტივი ელემენტარული ჩანაწერის თაობაზე, კერძოდ ის, რომ ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობლიობა. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან ბატონები ზვიად ჯაფარიძე, რიჩარდ ნიჟარაძე და გიორგი ბუღელაძე. მათი სტუმრობა გამომწვია იმ ფაქტმა, რომ ინტერნეტ სივრცეში მათ მიერ გავრცელებული მასალები გახდა საკმაოდ დიდი ინტერესის საგანი და კონკრეტულად ამ თემამ ატეხილმა ჟიოწვაჟმა საკონსტიტუციო ჩანაწერის ირგვლივ გამოიწვია არაერთი მითქმა-მოთქმა და აზრთა სხვადასხვაობა. ზოგი მხარს უჭერს, ზოგი აღფოთებულია და ძალიან ბევრი მომხრე ყავს იმას, რომ ამ კონსტიტუციაში გაკეთდეს ესეთი ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობლიობა. თითქოს ამაში არაფერი არის არაჩვეულებრივი, არაფერი არის უცნაური, მაგრამ დღეს ჩვენ დავდექით ფაქტის წინაშე, რომ ასეთი ჩანაწერის გაკეთება გახდა აუცილებელი. თუ რა ხდება უფრო ზუსტად ამის ირგვლივ და რატომ უნდა გაკეთდეს ეს ჩანაწერი და საერთოდ უნდა გაკეთდეს თუ არა, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემაზე ჩვენ სტუმრებთან ერთად. მოგესალმებით ბატონებო. და როგორც მე საუბრის დასაწყისში აღნიშნე, უბრალოდ განმეორდებით თემა ცნობილია თქვენთვის. და ცოტა ხნის წინ, თქვი რამდენიმე წამის წინ, რომ თქვენმა გაკეთებულმა განცხადებებმა ინტერნეტ სივრცეში გამოიწვია ძალიან დიდი მაური, ძალიან ბევრი მხარდაჭერი გამომიჩნდათ და დღეს თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ტელეკომპანია PKTV-ის ეთერით საზოგადოებას აუწყოთ ყოველივე. თოთ ბატონო რიჩარდ, დავიწყოთ თქვენით. თქვენ მოგიხსენებათ, რომ ჩვენ ცხოვრობთ ისეთ საუკუნეში, რომელსაც საუკუნეშიც ხდება ღირებულებების დევალვაცია. ჩადაცვლება ახალი ფასეულობით, შესაბამისად ისეთი საკითხები, რომელსაც თქვათ საკაცობრიო მორალური ღირებულებები ქვია, ერქვა ყოველ შემთხვევაში დღეს ხდება ახალი ინიციატივების მონახვა მათი თქვათ გადახალისების, ამ ღირებულებების, ამ შეხედულების გადახალისების. შესაბამისად ჩვენ აღმოჩნდით ელემენტარული კაცობრიობისთვის, სოფლის საზოგადოებისთვის ცნობილი თქვათ ესეთი დამოკიდებულების ურთიერთობის ღირებულების გამოცვლის წინაშე, რასაც მაგალითად თქვია სოლქრული ინსტიტუტი თქვათ. ალბათ წინა საუკუნეში ალბათ გაუკვირდებოდა ვინმეს, რომ ვინმეს ეთქვა, რომ სხვა კავშირი თქვათ გარდა ქალსა და კაცისა შეიძლება დარქმეულიყო ოჯახი, რადგან ეს არის ადამიანის ბუნებითი მდგომარეობა. პოპულაცია ადამიანის ზოგადად ყოველი არსების ბუნებაში ხდება სქესობრივი სხვაობის ურთიერთობის საფუძველზე და ზოგადად აი ასეთი მნიშვნელობიდან მიმართებით. დღესდღეობით რა თქმა უნდა წამოვიდა ესეთი ინიციატივები გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფებიდან, რომლებმაც თქვეს, რომ ჩვენს კონსტიტუციაში ასეთი თქვათ სტრიქონი დავაფიქსიროთ, რასაც ქვია ქალი და კაცის ნებაყოფლობითი კავშირი იყოს დასახელებული ოჯახის მნიშვნელობით. და ამას რა თქმა უნდა ეს ჯერ თავიდან იყო რაღაც გარკვეული წინადადებები, მაგრამ უკვე გამოვიდა ჯგუფი, მათ შორის ჩვენი ჯგუფიც, ჩვენ საზოგადოებრივ ჯგუფს წარმოვადგენთ, რა თქმა უნდა არ ვასახელებ ამ შემთხვევაში კანონმდებლობის თანახმად აი ამ ჯგუფის მნიშვნელობას, რომლებიც მათ დაუჭირებთ ხარი ამ ინიციატივას და შეიძლება ესე ითქვას, რომ უკვე არა თქვათ მხოლოდ ხარი დაუჭირდა, არამედ პრინციპულად გეუბნებთ ამ საკითხის მნიშვნელობის მინიჭებაზე. ამდენად მოგეხსენებათ, რომ როგორც ახლა გავუძღებთ და ვთქვი, რომ 21 საუკუნე მოითხოვა ამ საკითხის კონსტიტუციურად დაფიქსირება.
რა თქმა უნდა, მე ცოტა როგორც მიგვირს ზოგიერთი საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან რატომ ხდება აღშფოთება თქვა ამის დაფიქსირების თავად, აი თქვა რა მოხდება თქვა რომ ასეთი ინიციატივა ასეთი თქვა პოლიცია იყოს დაფიქსირებული. მაგრამ მე ვფიქრობ რომ საქმე ეხება უბრალოდ იმ დამოკიდებულებას გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებიდან, რომლებიც გარკვეულ ვალდებულებებს იღებენ უცხოეთიდან და ფაქტობრივად უცხოური სპეცსამსახურებიდან არიან მართულნი და შესაძლებელია ვთქვათ იღებენ გარკვეულ შენიშვნებს, რომ ეს კანონპროექტი არ განხორციელდეს, რადგანაც შესაძლებელია მომავალში იყოს ერთაისხესიანი და ქორწინება დაკანონებული. აი შესაბამისად ასეთი რამის კონსტიტუციაში ჩაწერა, ანუ ხა ის შეიძლება ზუსტად და პირდაპირ მნიშვნელობით არ მოხდეს, რომ გინდა თუ არა ეს კანონი მოვიდეს საქართველოში ერთაისხესიანთა ქორწინებაზე მოგზაურობარი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის საშუალებას წინასწარ იტოვებენ, რომ თუ ასეთი დირექტივა მოვა უცხოეთიდან, მათ არ გაუჭირდეთ, ანუ კონსტიტუციის წინააღმდეგობა არ შეექმნათ. აი ასეთი ვითარებაა ძირითადად და შეგვიძლია რა თქმა უნდა ჩვენმა საზოგადოებრივმა ჯგუფმა, რომელიც უკვე დიდი ხანია დაახლოებით შეიძლება ასეთი 8 წელიწადია ვარსებობთ. აი ელემენტარული თქვათ ასეთი სლოგანი გააკეთა ამის თაობაზე, თავისი თქვათ რაღაც პატარა სურათით, რომ ქალი და კაცის სიმბოლიკა თქვათ და ეს ოჯახური სიმბოლიკა შეიქმნა, რომ ის ნიშნავს ოჯახს და საზოგადოებას მოთხოვა რომ აი თქვათ ამაში ყველაფერში ამ ინიციატივაში დაგვიჭირო მხარი, იმიტომ რომ ეს არის კიდევ და კიდევ ისახ, ეს ეპოქალური გამოწვევა და ელემენტარულად შეიძლება ვსაუბროთ ეროვნულ ფასეულობებზე, შეიძლება ვსაუბროთ სარწმუნოებაზე, რომ ქართველი ადამიანები ეს არის თქვათ ქართულ ადამიანების ჩამოყალიბებაში, სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში დიდი როლი აქვს, ეს კონსტიტუციურადაც არის თქვათ ეს კონკორდატი მოხსენებათ, რომ ეკლესიას აქვს უდიდესი როლი ქართულ სახელმწიფოში და მას აქვს გარკვეული უპირატესობაც სხვა რელიგიათა შედარებით საქართველოში. ამაზე უკვე დავა არ არის, თუმცა რა თქმა უნდა მოიხსენებათ ისეთი ვითარებაა, რომ ამ საკითხშიც ებრძვიან გარკვეული ჯგუფები, რომ არ უნდა იყოს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოებრიობა, რომელსაც ასევე ლიბერალური მიმართულება აქვს, რომელიც თქვათ პოლიტიკურად ჩვენი ქვეყნის მესვეურები ასახელებენ და ამ პრიორიტეტად თავის პოლიტიკურ მსვლელობად ამ ლიბერალურ გზას ირჩევენ. რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს რომელიმე რელიგია უპირატესი და ეს ყველაფერი იქამდე მიდის, რომ საზოგადოების დენაციონალიზაციაზე მიდის საუბარი, შესაბამისად თუ არ იქნება უპირატესი რელიგია, თუ არ იქნება უპირატესი რომელიმე თქვათ ნიშანი და ყველა თანასწორი იქნება თქვათ თავისი პოზიციებით, მათ შორის უმრავლესობა, უმცირესობა, შესაბამისად ეს უკვე ანტისახელმწიფოებრივი ჩემის აზრით ანტისახელმწიფოებრივი პროცესების განვითარებას გამოიწვევს და აქედან გამომდინარე ანალოგიური დამოკიდებულება თანასწორობის ეგიდით მოდის ისეთი მე ვიტყოდი რომ საზოგადოების უმრავლესობის დისკრიმინაციული პროექტი, რომელიც არ ითვალისწინებს უმრავლესობის ინტერესებს, არ ითვალისწინებს მანამდე არსებულ ტრადიციულ ღირებულებებს და შესაბამისად თანასწორობით ეგიდით ძალიან ბევრი საზოგადოების დიდი ნაწილი ხდება თქვა უფლებად დაუცველი დისკრიმინირებული თავის პოზიციებში, რომელიც შეიძლება ისეთი თვითონ ბირთვია ჩვენი სახელმწიფოებრიობის. მოგეხსენებათ დემოკრატია არის უმრავლესობის პოზიცია და ლიბერალიზმი ეს არის თქვა უმცირესობის პოზიცია ამ შემთხვევაში და აი ესეთი ვითარების გამწვევების გამო ჩვენ იძულებული გავხდით რადიკალური თქვა პოზიციათა ვიფიქსირებინა, რომ აუცილებელია ჩვენი ღირებულებების დაცვისათვის შემდგომი პოლიტიკური ღირებულებებში თქვა აი ამ პროექტებში, რომელსაც თავაზობს დასავლეთის თავაზობს ჩვენი ლიბერალური არჩეული გზა ვიყოთ დაცული ჩვენს თქვა შეფასებებში უნდა იყოს კონსტიტუციაში დაფიქსირებული თქვა ხალხის და კაცის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის ცნებით, ოჯახის განსაზღვრებით. გასაგებია. დიდი მადლობა ბატონო რიჩარდ, ბატონო გიორგი, თქვენ რას უთქვათ? ესე იგი, როდესაც ეროვნულ მოძრაობა ფიქსირდება საქართველოში და შემდეგ დიდ ფაზაში საქართველოს დამოუკიდებლობის განსხვავება, მაშინ ჩვენ სხვა თემებზე ფიქრობთ, სხვა მიღწევებზე ფიქრობთ და დღეს 21 საუკუნეში თუ ჩვენ ამ გამოსვლისაში დავდგებოდით, რომ
ამ თემაზე მომიწევდა საერთოდ საუბარი და საქართველოს კონსტიტუციაში ეს უკრონა ჩაწერილი იყო, რომ ქალთა და მამაკაცის ურთიერთობა არის ოჯახი და სხვა არაფერი. როცა ასეთ კრიტიკას არ უწევს და არ ვიცი რა ითქვა. ბატონო ცოტა განვაგრძობ ამ თემას. ეს აჟიოტაჟი, როგორც იცით, წარმოიქმნა ერთ-ერთი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით, რომელიმე გაცრავად ერთ-ერთმა ესეთ ეგრეთ წოდებულმა ტრანსგენდერმა თუ არ ვცდები მაცაც უქვია, გვარდასახელი არ მახსოვს, შეიტანა სასარჩელო განცხადება, რომ ორგანულ კანონში სადაც წერია ქალის და კაცის ურთიერთობა რომაა ოჯახი, ვითომ ეს ორგანული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, იმიტომ რომ საუბედუროდ ალბათ როცა მიიღეს ალბათ არ გაითვალისწინეს ან შეგნებულად იყო ეს 95 წელში როგორც იცით მიღებული საქართველოს კონსტიტუცია, რატომღაც ან გამორჩა თან რა მოხდა ეს ზუსტად ახლა ვერ ვიდავთ მაგაზე. საუბედუროდ კონსტიტუციაში არ წერია, რომ ოჯახი არის ქალის და კაცის ერთობა. და რახან საქართველოში უპირატესი და საერთოდ მთელ სოფლიოში ესე არის, კონსტიტუცია არის უპირატესი ყოველ კანონებზე, პირველ რიგში, ამიტომ კონსტიტუციის შესაბამისი უნდა იყოს დანარჩენი ეს კანონები და კანონქვემდებარე აქტები, როგორც ცნობილია და აი ეს ეგრეთ წოდებულმა ტრანსგენდერმა ეს კარგად გამოიყენა და მოკლედ დაიხუეს თითზე და აი ამით უნდათ ამოიღონ ჩვენ კანონში არსებული განმარტება, რომ ქალის და კაცის ერთობა არის ოჯახი. და აქედან უკვე გაიხსნებათ ხელფეხი და მოახდინონ ეგრეთ წოდებული ერთ და იგივე სქესიანი ადამიანების ქორწინებების დაკანონება. აი ამის შემდეგ ატყდა ეს აჟიოტაჟი, მართალია ეს ჯერჯერობით არ მიიღო ეს განხილვაში საკონსტიტუციო სასამართლომ, მაგრამ წარმოჩინდა, რომ ეს მართლა საჭიროა ეს შესწორების შეტანა კონსტიტუციაში, რომ საბოლოოდ ჩვენ დაცული ვიყოთ აი ამ გლობალური შემოტევებისაგან, რომელიც სამწუხაროდ თესოფლიოში, როგორც იცით, ძალიან მოდებულია ეს ევროპაში და ამერიკაში ფაქტიურად დაკანონებულია და ახლა ეჭვია მეპარება, რომ დანარჩენი მსოფლიოც დიდი ხანი ვერ გაუძლებს ამ ზეწოლას და აი როგორც კარგად იცის ჩვენმა მაყურებელმა და საქართველოს მოსახლეობამ, ისეთი ფუნდამენტალური რელიგიური ქვეყანა და სადაც სახელმწიფო და რელიგიათაა გამოცხადებული მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა საბერძნეთმა სამწუხაროდ აი ამ ზეწოლას, ფინანსურს და აი ამ მორალურ ზეწოლას ვერ გაუძლო ალბათ ბერძენმა ხალხმა, იმიტომ რომ რაღაც პროტესტი რო გამოეთქვა, ესეც ვერ დავინახე ჩვენ და საუბედუროდ და ეს 2 თვის წინ მიიღეს ზარზეიმით იქაურმა პარლამენტმა და დააკანონეს ერთსქესიანთა ქორწინება. ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს და აი შემდეგ რაღაც ამაზე სცენებით აღნიშნეს იქაურმა ეგრეთ წოდებულმა LGBT აქტივისტებმა აი სამოდელო ფორმაში ჩაცმულები, როგორ ერთმანეთს ეგრეთ წოდებული შეურაცხყოფით. ხო, სამოდელო ფორმაში ჩაცმულები, როგორ მამაკაცები, როგორ ბოდიში და კოცნიდნენ ერთმანეთს საჯაროდ ათენის ცენტრში. ეგრევე აღნიშნეს ზეიმით წყალებში, რა თქმა უნდა, ეს და ამიტომ ეგ არ არის ეს თემა არ არის ესე წამოსაკრავი, რომ ჩვენ ქართველები ვართ თუ რაღაც მაგრები ვართ და ესე ჩაგვიგვის.
სამწუხაროდ ეს შემოტევა ჩვენზეც იქნება და დაწყებულია და ალბათ უფრო გაძლიერდება. ამიტომ რა თქმა უნდა სწორია დააყენდა საკითხი პარლამენტში რომ წამოწიეს ეს რა ქვია თემა და ინიციატივა დააყენეს რომ ჩაწერილიყო ეს რაც არის ბუნებრივი ეს პრავა ჩაწერილიყო კონსტიტუციაში და რა თქმა უნდა ახლა ეს მოესწრება არ მოესწრება და როგორ დაუჭერენ მხარს იმიტომ რომ კონსტიტუციური შესწორებას უნდა 2/3 როგორც ვიცით ეს ცოტა საეჭვოა ამ პარლამენტმა დაამტკიცოს იმიტომ რომ არც იყო გასაკვირი ეგრეთ წოდებული ლიბერალური პარტიებმა მკვეთრად დააფიქსირეს თავისი პოზიცია და დამუხატეს რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს და ჩემის აზრით ალბათ ამ პარლამენტი ვერ მოახერხებს ამ კანონ პროექტის გატანას ბოლომდე, მაგრამ რა თქმა უნდა თემა მოსახლეობამ ქართველმა ერმა ეს თავის ხმა უნდა ამოიღოს და უნდა აიძულოს პირდაპირ გაგებით ვთქვათ, რომ თავისი გამოსვლებით თუ საპროტესტო აქციებით რომ ზუსტად უნდა ვაიძულოთ, რომ მოხდეს ეს, რომ შემდგომში ჩვენ რაღაც მექანიზმი დაცვის გქონდეს კონსტიტუციაში. ბატონ რიჩარდ, შემდეგი შეკითხვა მექნება თქვენთან, როგორც იურისტთან, იმიტომ რომ ჩვენ ყოველში კვალიფიციური პასუხს ამცემთ, მაგაში დარწმუნებული ვარ და როგორც დღევანდელ არსებულ ჩანაწერთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ. დღევანდელი ფორმულირება როგორ არის? რო განსხვავებით. გუკაცრებად დღევანდელ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს დღევანდელ მდგომარეობას. დღევანდელ მდგომარეობაში არ არის სხვა ზოგადად ყოფილად მიმიგითითებული ოჯახის მდგომარეობა რას ნიშნავს. და შესაბამისად არის ასეთი პოზიციები, რომ ამის აუცილებლობა არ არის ისახიან გარკვეული ჯგუფები. ვითომ წერია კანონში. ეს ჩვეულებრივი ქორწინება არის ქორწინება და არავითარი თქვა აქ ქალი და კაცის ესე გამორჩევით, უბრალოდ ქორწინებაზეა საუბარი, რადგანაც როცა ეს კანონი იქმნებოდა, წარმოუდგენელი იყო სხვა რამის ქორწინება არსებულიყო. შესაბამისად რეგულაცია ამას აღარ ჭირდებოდა, თქვა. აი წერაც მაგი ვთქვი, რომ იმდენად ისეთ ეპოქაში შევაბიჯეთ, მეხლა ცოტა არ იყოს ცოტა კომიკურიც არის ის მდგომარეობა, რაშიც არ მოხვდით. თორე ახლა ეს რაღაცა ფანატიურად რაღაცა ავიჩემეთ და ავიხილეთ ეს ამ მდგომარეობაში, მართლაც არ ვიმყოფებით, მინდა გითხრათ, რას ქვია ახლა ვთქვათ, რომ ქალი და კაცის ნებაყოფებითი კავშირი ჩაეწოდოს ოჯახის სტატუსით. მაგრამ იცით საქმე რაშია? აი პირდაპირ ვთქვათ, რომ ხლა კონსტიტუციას თავი რო დავანებოთ, ელემენტალურად კონსტიტუციას ქმნის საზოგადოებრივი ღირებულებები, ხო? მით უმეტეს ის იმ ეპოქის თანახმად იდგება კონსტიტუცია, რომ ეპოქაში კონსტიტუცია შეიქმნა. ჯერ პირველ რიგში ჩვენ ძალიან გადაუხვიეთ აი არსებულ კონსტიტუციას, რაც ჩვენ გაგვაჩნდა, რის საფუძველზეც ჩვენ ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახელმწიფო აღვადგინეთ. საუბარი მაქვს ეროვნულ მოძრაობაზე და 91-იან წლებზე და ასე შემდეგ. ის კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა, იმ კონსტიტუციამ უკვე განიცადა უამრავი ცვლილებები, თქვათ, არსებული. ჩვენ გქონდა ზირთადად აღებული იმ ნოე ჟორდანიას ხელისუფლების პერიოდის კონსტიტუცია და ამავე დროს იმის შემდგომ ის კონსტიტუცია აღარ შეგვჭა. და კვლავაც ხმერე გარდა წინა რეჟიმმა, თქვათ, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა ჯერ უამრავი ცვლილებები შეიტანა და შეცვალა ის ეროვნული ტრადიციული კონსტიტუცია, რაც გქონდა და ეხლა ეს კიდე ხდება ასევე თქვათ გალიბერალება, იმიტომ რომ კონსტიტუციური ლიბერალიზმი ზოგადად სოფლიო მოითხოვა, თქვათ, თანამედროვე განვითარებით უკვე უნივერსალიად გამოაცხადა თავისი თავი, რომ თქვათ, უნდა იყოს კონსტიტუციური ლიბერალიზმი. კონსტიტუციური ლიბერალიზმი უშუალოდ ნიშნავს, რომ პირდაპირ ეხლა ჩვენ რომ მაგალითად ვიძახით, რომ აქ ქალი და კაცი რაღაც ჩავწეროთ, თქვათ, ხომ ეს ერთობა.
და ამაზე ჩვენი ოპონენტები გვეუბნებიან რომ ეს არის ზედმეტი და რაღაცა თქვა კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს და ეს არსებული თვითონ უნდათ რომ შეცვალონ ის რაც არის ესე იგი როგორ მათ შეუძლიათ რომ ლიბერალური მიმართულებით კონსტიტუცია შეცვალონ რაც უნდათ ის ჩაწერონ და ჩვენ რაც გვინდა თქვა ქართული ერის წარმომადგენლებს და საზოგადოების უმრავლესობას იმის შეცვლის უფლება და ამის კორექციის უფლება არ აქვს ელემენტარულად რო თქვა მე გარდა მაგისა კიდევ ვიძახი და ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით ჩვენს როცა გვეწოდა ერი და როცა გვეწოდა სახელმწიფო ეს ყველაფერი ზედად დაშენებული იყო მართლმადებულ ცნობიერებასთან პირველ რიგში ჩვენ უბრალოდ ვიმყოთ კი არის საუბარი რომ არის სხვა კონფესიის წარმომადგენლები მოქალაქეები ყავს უმრავლესობა ამავე დროს ეს არა მხოლოდ მოქალაქეები არამედ ყავს ქართველი სხვა სარწმუნოების წარმომადგენლები მაგრამ ქართველი იდენტიფიცირდება თუ ესე ვილაპარაკებთ იდეოლოგიურად თუ ვილაპარაკებთ ქართული იდეოლოგია რას ნიშნავს ქართული ეთნიკური ხასიათი ბუნება განსაზღვრება რას ნიშნავს ისტორიულად და თუნდაც დღევანდელ მყოფებში ასოცირდება მართლმადიდებელთან ნუ რა ვიცი ეცხინება ქართველი ნიშნავს მართლმადიდებელს ის ჩვენ ისეთი გეოპოლიტიკურ სისტემაში ვიყავებოდით ჩვენ ისტორიულად რომ გურჯი გიაური ქართველი ნიშნავს იყო მართლმადიდებელი ბატონო რიჩარდ ეხლა რეკლამა ეთერში და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი გავდივართ რეკლამაზე ძვირფასო მეგობრებო და ცოტა ხანში დაგიბრუნდებით უყურეთ ტელეკომპანია პეკატივს და პეკატივზე საინტერესო გადაცემებს, სიუჟეტებს, რეპორტაჟებს, ანალიტიკურ თუ შემეცნებით პროგრამებს, გადაცემებს ახალგაზრდულ თემებზე, საინფორმაციო გამოშვებებსა და საინფორმაციო ანალიტიკურ პროგრამებს. უყურეთ რეალურ ანალიზს, თაობათა ცვლას, ავტოპორტრეტებს, ესკულაპს, კვირისფერებს, თამადას, ფიქრს ვაზისას. გვიყურეთ ჩვენ, არ მოგატყუებთ პეკატივი. პეკატივი მოდის, ჩვენ მოვდივართ მომავალი ჩვენია. ჩვენი დევიზია მამული ენა სარწმუნოება. გვიყურეთ ჩვენ. უყურეთ ჩვენს გადაცემებს ქართულ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ძვირფასო მეგობრებო და შეგახსენებთ რომ ეთერშია ტელეკომპანია პეკატევის გადაცემა პოლიტიკა და სამართალი მეგახლავართ ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ბიძინა მესხი და ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა საკონსტიტუციო ჩანაწერი კერძოდ ის რომ უნდა იყოს თუ არა ჩაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში რომ ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობლიობა და ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები ბატონი ზვიად ჯაფარიძე, რიჩარდ ნიჟარაძე და გიორგი ბოგვერაძე გვესაუბრებიან ამ თემაზე. ბატონო რიჩარდ, ჩვენ სამწუხაროდ რეკლამის გამო შევჩერდით საკმაოდ საინტერესო საკითხზე, როდესაც თქვენ საუბრობდით და მიმოიხილავდით თანამედროვე კონსტიტუციის, ასე ვთქვათ, ავკარგს და გთხოვთ გავაგრძელოთ. დიახ და ასე იგი თქვათ, როგორც ბოლოს დავძინე, მინდა გითხრათ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა, ხა ეს შეიძლება დღეს უკვე ითქვას, ეს გახუნებული ფრაზებია, მაგრამ სანამ ამ ფრაზას, ამ ცნებას საზოგადოება სათანადოდ და მკაფიოდ არ განსაზღვრავს და არ განიხილავს, არ აღიქვამს, მანამდე შესაძლებელია უამრავი პრობლემები, სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ, იდეოლოგიური და ზოგადად ყოველნაირი, თორე ეს მთელი საჭიროა რეაქციაა და აქედან გამომდინარე კვლავ ვაფიქსირებ. ქართული სახელმწიფოებრიობა, ცნება ქართველი, პირდაპირ მნიშვნელობით დაკავშირებული არის მართლმადიდებელ სარწმუნოებასთან. ეს იმიტომ კი არა ვთქვათ, რომ ჩვენ ესე ავირჩიეთ და ჩვენი ნებაყოფებით. ეს არის ჩვენი ისტორიული, ეთნიკური წიაღი და ეთნიკური არსი. გარდა ამისა, ვთქვათ, როდესაც საუბარი არის ქალსა და კაცის
ურთიერთობ კავშირის თაობაზე, რომ თქვათ, ამ კავშირს ქვია ოჯახი, ზოგადად არა მხოლოდ ადამიანში ქვია ეს ოჯახი, მოგიხსენებათ, ცხოველშიც ოჯახი ქვია და ასე შემდეგ. ეს არის ბუნებითი კანონზომიერება. ამავე დროს მინდა ხაზი გავუსვა. საუბარი არის რელიგიური ნიშნით, ღვთის სარწმუნოებრივი, ქრისტიანული სარწმუნოების პრინციპით, ღვთის ერთ-ერთ საიდუმლოებაზე. თუ ეს საკითხი, ეს საიდუმლოება არ არის კონსტიტუციურად ელემენტარულად თუ კონსტიტუცია ამ საიდუმლოებას არ მფარველობს ელემენტარულად ეს ნიშნავს რომ ჩვენ არა მხოლოდ ზოგადად ამ საიდუმლოებას ამ ღვთიურ დოგმას ვეხებით, არამედ ზოგადად თელს რწმენას ვეხებით. თუნდაც ქრისტიანულ რელიგიური ნიშნით. გარდა ამისა, დავალებოთ თავი ქრისტიანობას. ეს საზომი, ეს მზომელობა თქვათ ამ საკაცობრიო ღირებულების, ეს არის ფართო ცნება სხვა რელიგიებისთვისაც. წარმოუდგენელია, რომ ქალი და კაცი იყოს, თქვათ, უბრალოდ სხვა რამე, გარდა თქვათ მათი კავშირს არ დაერქვას ოჯახი, რადგანაც ბუნებითობა ასე განსაზღვრავს და ამას ეთანხმება მსოფლიო ერების საკაცობრიო პრაქტიკა და ასევე ამას აღიარებს ფუნდამენტური რელიგიები, რასაც ქვია იუდაიზმი, ისლამი და სხვა დანარჩენი ფუნდამენტური რელიგიები. ესე იგი, ჩვენ ვდგებართ იმ წინააღმდეგობის ქვეშ, რომ თანამედროვე ლიბერალური ეპოქა იძულებოს ხვდის, რომ ეს დამცავი მექანიზმი სახელმწიფოებრიულად, თქვათ, ვაღიაროთ და გავსაზღვროთ. ამ შემთხვევაში არავითარი პრობლემა არ მდგომარეობს იმაში, რომ ეს ციტატა შეიძლება ესე ვთქვათ, ეს წინადადება ჩაიწეროს კონსტიტუციაში. ამით ჩვენ კიდევ არათუ დავიცავთ ოჯახის, ქალი და კაცის კავშირს, ოჯახის ეგრეთ წოდებულ უფლებებს. არამედ მინდა გითხრათ, შეიძლება ეს ბევრს არ ჭირდება ამის შეხსენება, მაგრამ მე მაინც ამზე განმარტავ. რას ნიშნავს ოჯახი, ქალი და კაცის ოჯახი? ქალი და კაცის ოჯახი ნიშნავს საზოგადოებრივი განვითარების მომავალს. ეს ნიშნავს მომიტევეთ და დემოგრაფიული საკითხის თქვათ ერთ-ერთ პრობლემის გადაწყვეტას. ოჯახი ნიშნავს სათნოებას, ოჯახი ნიშნავს ნათესავის პატივისცემას. ოჯახი ნიშნავს ეგრეთ წოდებული მოყვასობის ინსტიტუციის განსაზღვრებას. მოყვასი პირველ რიგში განსაზღვრება ბავშვი, როცა იზრდება, ყალიბდება, მოყვასის შეგნებას, შეგრძნებას განსაზღვრავს დედის და მამის ეგრეთ წოდებული, თქვათ, აი ამ ორი ამღრდელის სათნოებიდან, ხარისხიდან, ღირსებიდან, სიყვარულიდან. ეს იგივე ადამიანის ჩამოყალიბებაში ერთგვარად არის განათლება. როდესაც მაგალითად ალბათ შევეხებით ამ საკითხსაც, დღეს უკვე განათლების საკითხით წამოიწია თქო ჩვენს სოციალურ ყოფაში და პირდაპირ მინიშნებით და მიმართულებით მიმდინარეობს განათლების სისტემის შეცვლა. ამჯერად წამოიწე საკითხი მე და საზოგადოება ასეთი თქვათ პროგრამა. მაგაზე ოდნა მოგვიანებით. კი, არა, კეთილწუთი და რა თქმა უნდა, მე ამას უკვე ნაცხადია საკითხ თემაც დაასახელებთ, ამაზეც ვისაუბრეთ, მაგრამ მე ეს თქვა მინდა თქვათ. აი ესეთი საკითხების მთელი თქვათ რიგი პირდაპირ მიმართული არის, რომ სახელმწიფო იღებს თავის თავზე აღზრდელის როლს. ეკარგება ელემენტარულ ტრადიციული ოჯახის აი ამ თქვათ მოვალეობას ელემენტურად არსს. უკვე აქაც არის უშუალოდ დარტყმა ოჯახური ინსტიტუტზე. რომ ოჯახი, ქალი და კაცის ნებაყოფლობითი კავშირი წარმოადგენს ერთ-ერთ აღზრდობით როლს საზოგადოების განვითარებაში და ჩვენს მომავალში. ამ შემთხვევაში ყველაფერი გვიბიზგებს იმისკენ, რომ სახელმწიფომ კონსტიტუციურად რომ ოჯახის მნიშვნელობას ხაზი და არ გაუსვა და ბჭყალებში არ ჩასვას, ჩვენ აბსოლუტურად ვიღებთ კაცობრიობის განვითარების მუტანტურ კურსს. ადამიანის ცნობიერება, რომელზეც აგებულია, ოჯახიდან აგებულია ყველა მიმართულება, ჩვენ ფაქტურად აი ამ აგებულობის ხერხემალს უარყოფთ და ფაქტურად ამის ფესვს ძირკვავთ. და კიდევ ვიზახი, წეგანას ვქი და ეხლაც ვიზახი. ეს არის ელემენტარულად, არა თქვათ ამაზე საუბარი არ იქნებოდა, თქვათ მნიშვნელოვანი ზოგადად და წარმოუდგენელი იყო და შეიძლება კომიკური ყოფილიყო, მაგრამ ეს არის ეპოქის გამოძახილი. საერთოდ 21 საუკუნემ დააყენა საკითხი ამ საკითხის გადაწყვეტისა. და ამ შემთხვევაში ქართველები როგორც უძველესი ერი, ტრადიციული ერი, ვირჩევთ ამ კონსერვატიული პოზიციის, ამ კონსერვატული ხედვის ასეთ დაფიქსირების სახელმწიფო დონეზე კონსტიტუციურად დაფიქსირების თქვათ მნიშვნელობას. და კიდევ პატარა ციტირებასაც დავამატებ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჩვენს ასეთ განსაზღვრებას დაუჭერს
ევროპის და სხვა ქვეყნების ტრადიციული საზოგადოება. მხარს აუცილებლად. და ჩვენც მოგბაძავენ და გაიმარჯვებს ნამდვილი ჭეშმარიტი ადამიანის ჯანსაღი ცხოვრების ფუნდამენტი, ოჯახის მშვიდობა, ოჯახი და ოჯახური ღირსება, სახელმწიფო კონსტიტუციური აზროვნების დონეზე. დიდი მადლობა. ბატონო გიორგი, რა სიტყვა თქვენ? მე მოგახსენეთ ჩემს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ თუ გინდა ეს ყოველი ახალი უბედურებას არ გადავაწყდეთ, უნდა დაბრუნდეს ქვეყანა დავეთანხმება როგორც იურისტი თავის სამართლებრივ სივრცეში, რაც სამხედრო საბჭოს მიერ შეუჩერდა 92 წელს საქართველოს სახელმწიფოს, გაუქმდა ეს კონსტიტუცია, გარდამავალი კონსტიტუცია იყო ის შესწორებებით და ახალი კონსტიტუცია აღდგენამდე იმოქმედებდა და შემდეგ მიღებული იქნებოდა კონსტიტუციურად ლეგიტიმურად ახალი კონსტიტუცია, რომელიც ყველაფერს გაითვალისწინებდა და არ აღმოჩნდებოდით ამ დღეში. და საუბრობთ ვიწევს კიდევ ხელახლა ნულიდან დაწყება საქმის, ისე რომ დაუბრუნდეთ იმ სამართლებს ჩარჩოებს, რომ ახალ უბედურებებს ყოველდღე არ გადავაწყდეთ. ასე ბატონო ზოეთ. მე ერთს დავამატებდი, აი ეს ჩანაწერი თუ არ გაკეთდა, იქნება ერთი საშიშროება, რომ იცით რომ ორგანულ კანონში კი წერია ეს განმარტება, რომ ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობა, მაგრამ ჩვეულებრივი კანონის შეცვლას, როგორც ვიცით, არ ჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა და 2/3 ან 3/4. მაგას ჭირდება ჩვეულებრივი ერთი ხმითაც რო გადაწონოს ის ჩვეულებრივი უმრავლესობა მიღებული პარლამენტში. ასე რომ ეს საშიშროება ძალიან რეალურია, როცა დადგება, ეჭვი არ მეპარება, რომ დადგება რამოდენიმე წელში მაინც საკითხი და მოთხოვენ ეს ოკეანის გაღმართვა საიდან და როგორ. პარლამენტს მაშინ ეგრევე რო იყვიან შეასრულებენ ამ მოთხოვნას და არ გაუჭირდებათ რომ უბრალო უმრავლესობით აი კვორუმის შემთხვევაში, თქი ყველა დაბალი კვორუმის შემთხვევაში ეს შესწორება უბრალოდ ამოიღებენ ამ ორგანული კანონიდან რომ ოჯახში არის ქალი და კაცის ერთობა, აი ამ ორ სიტყვას ამოიღებენ და ავტომატურად გამოვა რომ უკვე ნებადართული იქნება ერთი და იგივე სქესიანი ადამიანების ქორწინება. ამიტომ ეს რო არ დაუშვოთ, არც მიიღებს მაგას. არა, ამიტომ ეს ვერ ვიტყვით ახლა რას მიიღებს და რას არა. ამიტომ რო არ დაუშვოთ ეს და ჩვენ მაინც გქონდეს აი ქართულ ხალხს რასაც ქვია კონსტიტუციური დაცვა, რომ აი როგორც იცით კონსტიტუციის შეცვლას ჭირდება 2/3 და ეს საკმაოდ დიდი ციფრია და ეს ძნელია ამის მიღწევა. აი ამიტომ საჭირო რომ აი ახლა მოხდეს ჩასწორების გაკეთება, რომ შემდეგ იმედი ვიქონიოთ, რომ თლად 2/3 წარწმედილი არ აღმოჩნდება საქართველოს პარლამენტში და არ შეცვლის ამ რაც კონსტიტუციაში იქნება ჩაწერილი, რომ ოჯახი არის ქალი და რაც ბუნებრივია ქალი და მამაკაცის ერთობა. აი ჩვენ გვინდა უბრალოდ რომ ეს თავდაცვის მექანიზმი როგორც იტყვიან, კი ყველას გჯერა სიტყვაზე, მაგრამ დღეს ეს ეგრეთ წოდებული მოწინააღმდეგეები და ეს ლიბერალური ფრთა ამბობს, რომ აი რა გინდათ ხო წერია აგერ ორგანულ კანონში და არა საჭირო ეს და ამიტომ ჩვენ და იცინიან და ესე იქედნური ღიმილით თავს არიდებენ ამ საკითხს, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვტყუდეთ ამ შემთხვევაში ქართული ხალხს ვეუბნები, რომ ეს ძალიან ზაკრული გეგმაა და არ უნდა მოვტყუდეთ და ჩვენ მაინც უნდა ვაიძულოთ ისინი, რომ კონსტიტუციური თავდაცვის ეს დიდი საშუალება ეგრეთ წოდებული ფარი შევქმნათ, რომ საბოლოოდ ჩვენაირ ტრადიციულ ქვეყანაში არ მოხდეს ესეთი უბედურება და ერთსქესიანთა ქორწინების ერთ და იგივე სქესის ქორწინების დაკანონება და მე ხას გავუსვამ, რომ ევროპის ორმა ქვეყანამ ეს არის ევროკავშირის უფრო სწორედ ორმა ქვეყანამ, ხორვატიამ და ლატვიამ მიიღო ესეთი შესწორება კონსტიტუციაში და
არც არავის განუკითხავს სხვა ქვეყნებს და არც გაურიცხიათ ევროკავშირიდან და მით უმეტეს არც ნატოდან და ეს არ იქნება ეს მაგათ ჩვენი ლიბერალების მხრიდან ეს კიჟინა დაიწყება რომ ევროპა და ის ასიტყვის და ჩვენ ინტეგრაციაში ხელი შეგვეშლება, არავითარ ინტეგრაციაში ხელი არ შეიშლება, როგორც იცით, ორი ქვეყანამ უკვე რამოდენიმე თვის წინ მიიღო ესეთი დადგენილება და კაფიოდ ჩაწერა კონსტიტუციაში. და ჩვენც რაზე ვართ ახლა ლატვიაზე და სიტყვაზე ხორვატიაზე ნაკლები და ნაკლებ ტრადიციული ხალხი. ან რატომ უნდა მაინდა-მაინც ვეღაცის მაგალითის უნდა მიმოქმედოთ, თქვა. ხომ შეიძლება თვითონ იყოს მაგალითის მომსახურე. რა თქმა უნდა, შეიძლება. და ერთიც ჩვენ ყოველთვის ამ ბოლო დროს ბოლო შემთხვევაში ბოლო 3 წელს განმავლობაში ვაწყდებით ესეთ ფაქტს, რომ ყოველივე უგმართობა რაც იწყება ეგრეთ წოდებული ანტიდისკრიმინაციული კანონით. იმიტომ რომ როდესაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იღებდა ამ კანონს, მაშინ იყო საუბარი, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ზუსტად ერთნაირსქესიანთა ქორწინება და მრავალი სხვა მსგავსი მახინჯი მოვლენა, ესეთი მოვლენა, რომელიც ჩვენთვის როგორც მაღალზნეობრივი მართლმადიდებლური ტრადიციების მქონე რაინდული სუნელის მქონე ქვეყნისათვის და ერისათვის არის მიუღებელი. და შესაბამისად მე მინდა დავსვა კითხვა შემდგომ, რომ შევეხოთ ამ ანტიდისკრიმინაციულ კანონსაც, შემდგომ იმასაც, რაც თქვენ წამოწევთ განათლების სფეროში და დავიწყოთ ბატონო გიორგი თქვენით. აი ამ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით, რომ ვისო გამოთქვა თქვენი პოზიცია. კანონის რაც შეეხება, არ უნდა მოხარიყო კანონის მიღება. ხალხს უნდა დაეჯერა. ეკლესიაც, ხალხიც ერთად უნდა გამოსულიყო და არ უნდა მოხარიყო კანონის მიღება. გასაგებია ხალხი გამოვიდა, ეს იყო უფრო დიდი მასშტაბით, უფრო დიდი ყველანაირად ხელისუფლებაზე ზემოქმედებით უნდა მოხარიყო, რომ ყველანაირად მოხარიყო რომ კანონი ხელისუფლებას არ მიიღო. გასაგებია ბატონ ზვეთ. მე დავეთანხმები ჩემ მეგობარს და რა თქმა უნდა ხელისუფლება ეს თქვა რომ მაგისტი ინიციატივა იყო ეს უფრო იყო ზეწოლის ქვეშ აი დასავლეთიდან რასაც ქვია ზეწოლა იყო და სამწუხაროდ ვერ გაუძლო ამ ზეწოლას ეს პირდაპირ დირექტივები იყო ევროკავშირიდან, სტრუქტურებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ვერ გაუძლეს ამ ზეწოლას და რა თქმა უნდა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა არც საპატრიარქოს და ეკლესიის პოზიცია და არც ქართველი ხალხის პოზიცია. ჩემდა სამწუხაროდ და ალბათ ქართველი ხალხის გასაკვირად და სამწუხაროდ აი პარლამენტშიც კი ისეთი პიროვნებებმა დაუჭირეს ამ კანონს ხარი, რომლებზედაც ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ეროვნულ ფასეულობების გამზიარებლები და ისინი იყვნენ ქართველი და ახლაც არ მეპარება ეჭვი, რომ ქართველი პატრიოტები არიან, მაგრამ აი ეს არის უბედურება, რომ სამწუხაროდ ჩვენი პარლამენტი არის არჩეული არა ხალხის მიერ, არამედ არჩეულია ფაქტიურად ერთი კაცის მიერ და ალბათ ჩემის აზრით იმ ერთი კაცის დირექტივას და ეგრეთ წოდებულ ხატს ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა და ის საუბედურად მოხდა, რომ მიიღეს აი ეს სამწუხაროდ აი ეს ნაღმისშემცველი კანონპროექტი, რასაც ანტიდისკრიმინაციული კანონი ქვია. აი ჩვენ კიდევ გავიმეორებ, რომ აი ესეთი შეცდომები და ესეთი რამე რო არ მოგვივიდეს, ამიტომ გჭირდება კონსტიტუციაშიც შევიტანოთ ცვლილება და შემდეგ ეს საიდან მოვა ეს ზეწოლები და ისა, რომ ჩვენ ქართულ ხალხს გქონდეს რამე
დაცვის მექანიზმი, რომ რაღაცით მაინც დავიცოთ თავი. ასე იგი ბატონო რიჩარდს თქვენთვის ჩვეული შემართებით რომ დაგვიგვინოთ ასე იგი დისკრიმინაციული კანონის დამოკიდებულება. უბრალოდ აგეროგე თქმულია თქვა ეს პოლიცია და არაერთხელ არის თქვა განხილული ეს ჯერეგერთი მე არ ვიცი ვინ თანხმება ამ ალბათ რაღაც გარკვეული სახელმწიფოში შეიძლება 1% უმრავლესობა საზოგადოების ამ კანონის მიმართ არის ნihilistურად განწყობილი. აქ უკვე არავითარი დავა არ საჭიროებს ეს საკითხი, რომ საზოგადოებას ეს კანონი არ მოწონს. მაგრამ ეხლა თავად, როდესაც დისკრიმინაციული კანონზეა საუბარი, ახლა თვითონ დისკრიმინაციის წინააღმდეგი, მე მგონი უკაცრავად დისკრიმინაციის მომხრე, არ მეგულება ადამიანი იყოს ვინმე საზოგადოებაში. მაგრამ როდესაც ჩვენ აგერ დღეს გვეუბნებიან, რომ ქალი და კაცის ქორწინებას ოჯახი რომ ერთხელს ეს არ უნდა ჩაიწეროს და რა აზრი აქვს ამის ჩაწერას ვთქვათ კონსტიტუციაში. მაშინ მე ანალოგიურად მინდა გითხრათ, რომ არაფერი აზრი არ ქონდა ანტიდისკრიმინაციულ კანონს ასეთი სახით, ასეთი ფორმით ყოფილიყო ასეთი კანონის მიღება, იმიტომ რომ ვინც ელემენტარულად ადამიანის უფლებებს შელახავს ელემენტარულად, ის ისედაც დასჯადია. აი რატომ თუ ქალი და კაცის ქორწინების ოჯახი რო ჩაიწეროს ას რატომღაც არ უნდათ და დისკრიმინაციული კანონი რატომ უნდათ? იგივე დასჯადია თქვა ადამიანის შეურაცხყოფა, ადამიანის თქვა ზეწოლა, ადამიანის უფლებების დარღვევა, რატომ მაინდა-მაინც არის დისკრიმინაციული კანონი? ეს შეკითხვები იბადება და პასუხიც გააჩნია ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი არის ეგრეთ წოდებული ლიბერალური ფრთის დაკვეთა, რომელიც არის გლობალური პროცესების ნაწილი და ეს ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით და ჩემი ღრმაწრწმენით და მე არა მაქვს არავითარი თქვა დაეჭება საბუთო რადიკალიზმის მომხრე არასოდეს არა ვარ, როდესაც რაღაც ამ საკითხს ან თეზას განვიხილავ, არა ვარ რადიკალიზმის მომხრე არასოდეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ როდესაც ელემენტარულად მაგიდაზე დგას ფინჯანი და ეს ფინჯანი არის წითელი ფერისა, მე არ დავსვავ სკეპტიკურად ასეთ კითხვას. არის თუ არა იქ თქვათ აი ამ ფერისა. იმიტომ რომ მე ვხედავ რომ ეს არის ამ ფერისა. და ვაჟამშავლასი არ იყოს დღეს რომ ძალიან იყენებენ ლიბერალად რომ თვლიან ვაჟამშავლას ადათისა და ჯულის ადამიანს და ლიბერალიზმი მოგეხსენებათ პირიქით ადათის ნაციონალური ნიშნის პირველი მიტერი და მომსპეობია სოფლიოში. სხვანიც არიან ჩემფერა, მინდა გითხრათ რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი ბატონო რიჩარდს, მაგრამ ისევ რეკლამის დრო მოვიდა. დავდივართ რეკლამაზე ძირფასო მეგობრებო და ცოტა ხანში დაგებრუნდებით. უყურეთ ტელეკომპანია პეკატივს და პეკატივზე საინტერესო გადაცემებს, სიუჟეტებს, რეპორტაჟებს, ანალიტიკურ თუ შემეცნებით პროგრამებს, გადაცემებს ახალგაზრდულ თემებზე, საინფორმაციო გამოშვებებსა და საინფორმაციო ანალიტიკურ პროგრამებს. უყურეთ რეალურ ანალიზს, თაობათა ცვლას, ავტოპორტრეტებს, ესკულაპს, კვირის ფერებს, თამადას, ფიქრს ვაზისას. გვიყურეთ ჩვენ, არ მოგატყუებთ პეკატივი. პეკატივი მოდის, ჩვენ მოვდივართ მომავალი ჩვენია. ჩვენი დევიზია მამული ენა სარწმუნოება. გვიყურეთ ჩვენ. უყურეთ ჩვენს გადაცემებს ქართულ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე. პირდაპირ ეთერში ძვირფასო მეგობრებო და შეგახსენებთ რომ ეთერშია ტელეკომპანია პეკატევის გადაცემა პოლიტიკა და სამართალი. მეგახლავართ ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ბიზნა მესხი და ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა საკონსტიტუციო ჩანაწერი. კერძოდ ის რომ უნდა იყოს თუ არა ჩაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში, რომ ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობლიობა. და ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები ბატონი ზვიად ჯაფარიძე, რიჩარდ ნიჟარაძე და გიორგი ბოგვერაძე გვესაუბრებიან ამ თემაზე. ბატონო რიჩარდ, ჩვენ
სამწუხაროდ რეკლამის გამო შევჩერდით საკმაოდ საინტერესო საკითხზე, როდესაც თქვენ საუბრობდით და მოიხილავდით თანამედროვე კონსტიტუციის, ასე ვთქვათ, ავკარგს და თქოთ გავაგზავნოთ. ასე იგი თქვათ, როგორც ხულოს დავწინე, მინდა გითხრათ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა, ეს შეიძლება დღეს უკვე ითქვას, ეს გახუნებული ფრაზებია, მაგრამ სანამ ამ ფრაზას, ამ ცნებას საზოგადოება სათანადოდ და მკაფიოდ არ განსაზღვრავს და არ განიხილავს, არ აღიქვამს, მანამდე შესაძლებელია უამრავი პრობლემები, სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ, იდეოლოგიური და ზოგადად ყოველგვარი პრესპტელი საჭირო რეაქცია და აქედან გამომდინარე ყოველს ვაფიქსირებ. ქართული სახელმწიფოებრიობა, ცნება ქართველი, პირდაპირ მნიშვნელობით დაკავშირებული არის მართლმადიდებელ სარწმუნოებასთან. ეს იმიტომ კი არა ვთქვათ, რომ ჩვენ ეს ავირჩიეთ და ჩვენი ნებაყოფით. ეს არის ჩვენი ისტორიული, ეთნიკური წიარი და ეთნიკური არსი. გარდა ამისა, ვთქვათ, როდესაც საუბარი არის ქალსა და კაცის ურთიერთკავშირის თაობაზე, რომ ვთქვათ, ამ კავშირს ქვია ოჯახი, ზოგადად არა მხოლოდ ადამიანში ქვია ეს ოჯახი, მოკლედ ცხოველშიც ოჯახი ქვია და ასე შემდეგ. ეს არის ბუნებითი კანონმდებლობა. ამავე დროს მინდა ხაზი გავუსვა. საუბარი არის რელიგიური ნიშნით, ღვთის სარწმუნოებრივი ქრისტიანული სარწმუნოების პრინციპით, ღვთის ერთ-ერთ საიდუმლოებაზე. თუ ეს საკითხი, ეს საიდუმლოება არ არის კონსტიტუციურად ელემენტარულად, თუ კონსტიტუცია ამ საიდუმლოებას არ მფარველობს ელემენტარულად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ მხოლოდ ზოგადად ამ საიდუმლოებას, ამ ღვთიურ დოგმას ვეხებით, არამედ ზოგადად თელს რწმენას ვეხებით. თუნდაც ქრისტიანული რელიგიური ნიშნით. გარდა ამისა, დავანებოთ თავი ქრისტიანობას. ეს საზომი, ეს ბრძოლება, ვთქვათ, ამ საკაცობრიო ღირებულების, ეს არის ფართო ცნება სხვა რელიგიებისთვისაც. წარმოუდგენელია, რომ ქალი და კაცი იყოს, ვთქვათ, უბრალოდ სხვა რამე, გარდა ვთქვათ, მათი კავშირს არ დაერქვას ოჯახი, რადგანაც ბუნებითობა ასე განსაზღვრავს და ამას ეთანხმება მსოფლიო ერების საკაცობრიო პრაქტიკა და ასევე ამას აღიარებს ფუნდამენტური რელიგიები, რასაც ქვია იუდაიზმი, ისლამი და სხვა დანარჩენი ფუნდამენტური რელიგიები. ესე იგი, ჩვენ ვდგევართ იმ წინააღმდეგობის ქვეშ, რომ თანამედროვე ლიბერალური ეპოქა იძულებულს ხვდის, რომ ეს დამცავი მექანიზმი სახელმწიფოებრიულად, ვთქვათ, ვაღიაროთ და გავსაზღვროთ. ამ შემთხვევაში არავითარი პრობლემა არ მდგომარეობს იმაში, რომ Abate Russell Richards, მაგრამ ისე რეკლამის დრო მოგოძე. უყურეთ ტელეკომპანია პეკატივს და პეკატივზე საინტერესო გადაცემებს, სიუჟეტებს, რეპორტაჟებს, ანალიტიკურ თუ შემეცნებით პროგრამებს, გადაცემებს ახალგაზრდულ თემებზე, საინფორმაციო გამოშვებებსა და საინფორმაციო ანალიტიკურ პროგრამებს. უყურეთ რეალურ ანალიზს, თაობათა ცვლას, ავტოპორტრეტებს, ესკულაპს, კვირისფერებს, თამადას, ფიქრს ვაზისას. გვიყურეთ ჩვენ, არ მოგატყუებთ პეკატივი. პეკატივი მოდის, ჩვენ მოვდივართ, მომავალი ჩვენია. ჩვენი დევიზია მამული ენა სარწმუნოება. გვიყურეთ ჩვენ. უყურეთ ჩვენს გადაცემებს ქართულ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ძვირფასო მეგობრებო და შეგახსენებთ, რომ ეთერშია ტელეკომპანია პეკატევის გადაცემა პოლიტიკა და სამართალი. მეგახლავართ ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ბიძინა მესხი და ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა საკონსტიტუციო ჩანაწერი. კერძოდ ის რომ უნდა იყოს თუ არა ჩაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში, რომ ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობლიობა. პრობლემები შეიძლება და შეცვალა ეს ეროვნული ტრადიციული კონსტიტუცია გადაწყვეტა.
ხორბლდება. ეხლა კიდევ ხდება ასე ვთქვათ გალიბერება, იმიტომ რომ კონსტიტუციური ლიბერალიზმი ზოგადად სოფლიო მოითხოვა, თქვა თანამედროვე განვითარებით უკვე უნივერსალურად გამოაცხადა თავისი თავი, რომ თქვათ უნდა იყოს კონსტიტუციური ლიბერალიზმი. კონსტიტუციური ლიბერალიზმი უშუალოდ ნიშნავს, რომ პირდაპირ ეხლა ჩვენ რომ მაგალითად ვიზახეთ, რომ აქ და კაცი რაღაც ჩავწეროთ, თქვა თუ მესერთობა. და ამაზე ჩვენი ოპონენტები გვეუბნება, რომ ეს არის ზედმეტი და რაღაცა, თქვა კონსტიტუცია არ შეიცვალოს და ეს არსებული რა. თვითონ უნდა თქო შეცვალონ. ის რაც არის. ესე იგი როგორ მათ შეუძლიათ, რომ ლიბერალური მმართველობის კონსტიტუცია შეცვალონ, რაც უნდა ის ჩაწერონ და ჩვენ რაც გვინდა, თქვა ქართული ერის წარმომადგენლებს და საზოგადოების უმრავლესობას იმის შეცვლის უფლება და ამის კორექციის უფლება არ აქვს ელემენტარულად თქვა. მე გარდა მაგისა კიდევ ვიძახი და ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. ჩვენს როცა გვეწოდა ერი, როცა გვეწოდა სახელმწიფო, ეს ყველაფერი ზედად დაშენებული იყო მართლმადებულ ცნობიერებასთან პირველ რიგში. ჩვენ როგორ დღესაც ვიყო კი არის საუბარი, რომ არის სხვა კომპენსაციის წარმომადგენლები, მოქალაქეები ყავს უმრავლესობა ამავდროულად ეს არა მხოლოდ მოქალაქეები, არამედ ყავს ქართული სხვა სარწმუნოების წარმომადგენლები, მაგრამ ქართული იდენტიფიცირდება თუ ესე ვილაპარაკეთ იდეოლოგიურად თუ ვილაპარაკეთ ქართული იდეოლოგია რას ნიშნავს ქართული ეთნიკური ხასიათი ბუნება გასაწყვეტა რას ნიშნავს ისტორიულად და თუნდაც დღევანდელ ყოფაში ასოცირდება მართლმადიდებელთან. ნუ რა ვიცი ქართული ნიშნავს მართლმადიდებელს. ჩვენ ისეთი გეოპოლიტიკურ სისტემაში ვიყოლებოდით ჩვენ ისტორიულად რომ ქართული ნიშნავს იყო მართლმადიდებელი, რიჩარდ ეხლა რეკლამა ეთერში და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. დავდივართ რეკლამაზე ძვირფასო მეგობრებო და ცოტა ხანში დაგებრუნდებით. უყურეთ ტელეკომპანია პეკატივს და პეკატივზე საინტერესო გადაცემებს, სიუჟეტებს, რეპორტაჟებს, ანალიტიკურ თუ შემეცნებით პროგრამებს, გადაცემებს ახალგაზრდულ თემებზე, საინფორმაციო გამოშვებებსა და საინფორმაციო ანალიტიკურ პროგრამებს. უყურეთ რეალურ ანალიზს, თაობათა ცვლას, ავტოპორტრეტებს, ესკულაპს, კვირისფერებს, თამადას, ფიქრს ვაზისას. გვიყურეთ ჩვენ, არ მოგატყუებთ პეკატივი. პეკატივი მოდის, ჩვენ მოვდივართ მომავალი ჩვენია. ჩვენი დევიზია მამული ენა სარწმუნოება. გვიყურეთ ჩვენ. უყურეთ ჩვენს გადაცემებს ქართულ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე. ძვირფასო მეგობრებო, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, გრძელდება ჩვენი გადაცემა. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია პეკატივის ეთერში ამ წუთას მიმდინარეობს გადაცემა პოლიტიკა და სამართალი და ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა არის საკონსტიტუციო ჩანაწერი, კერძოდ უნდა იყოს თუ არა ჩაწერილი კონსტიტუციაში, რომ ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობლიობა. ძვირფასო მეგობრებო, რეკლამამდე ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე, შევეხეთ ანტიდისკრიმინაციულ კანონს, სხვადასხვა საკითხებს და ეხლა მე მინდა შევეხო ისეთ საკითხს, როგორიც არის ეგრეთ წოდებული სექსუალური აღზრდა თანამედროვე ახალგაზრდობის, რომელიც უკვე არის, ეს უკვე რაც ჩვენ გვახსოვს, ეს არის ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში მეორე მცდელობა, რომ იყოს სახელმძღვანელო შეტანილი სკოლებში. პირველი იყო, როდესაც ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს და კერძოდ განათლების მინისტრი იყო მაშინ ბატონი ალეკო კარტოზეა. და იქ იყო სახელმძღვანელო სახალისო საუბრების სექსზე, რომელიც იქნა უარყოფილი მაშინდელი გამოსვლების გამო, კერძოდ საპატრიარქომ და ქართულმა საზოგადოებამ გამოთქვეს
მტკიცე პროტესტი ამ სახელმძღვანელოს წინააღმდეგ და ეს არის უკვე მეორე მცდელობა, როდესაც ჩვენ ისევ შეეცადენ მოგვახვიონ თავს. ისევ იგივე შინარსის საგანი და სახელმძღვანელო, ოღონდ ამჟამად სხვა სახელწოდებით მე და საზოგადოება. რეკლამამდე მე დავსვე სტუდიაში კითხვა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, უკეთურების სათავე მოდის ანტიდისკრიმინაციული კანონიდან. და უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ეს კანონი მალანმა და მალანმა გამოიყენა სათავისოდ და დღეს ცდილობენ ისევ ამ კანონზე დაყრდნობით განახორციელონ თავისი, ასე ვთქვათ, უკეთური საქმენი. და შემდეგი კითხვა მე მექნება თქვენთან ბატონო ზვიად. ხან ცოტა ხნის წინ აღნიშნეთ, რომ ჩვენ შევეხებით ამ წუთას სახელმძღვანელოს, რომელსაც ქვია მე და საზოგადოება, რომელიც არის, ასე ვთქვათ, მეორე მცდელობა იმისა, რომ საქართველოში სკოლებში დაინერგოს ადრეულ ასაკში, სადღაც 7-დან 13 წლამდე. მესამე კლასიდან. დაინერგოს ეს საგანი და სწავლება და საბედნიეროდ ჯერ არ არის სახელმძღვანელო არ არსებობს, საბედნიეროდ და იმედი მაქვს, რომ არც იარსებებს და გავავლოთ პარალელები ისევ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან, გავლო პერიოდთან და ნუ მოვიდით აქამდე. ეხლა ეს საუბედუროთ, რა თქმა უნდა, ეს შემოტევები ისევ გრძელდება და თქვენ ახსენეთ ბატონო ბიძინა, შევარნაძის დროს როგორ იყო პირველი ესე ვთქვათ მოთელვა, ეს ეგრეთ წოდებული სექსუალური აღზრდის შესახებ უნდათ სახელმძღვანელო, მაგრამ მაშინ თუ უნდათ შედარებით ახლა ასაკი ან კლასებში, ესე იგი მე-9, მე-10 კლასში შემოეღოთ. საუბედუროთ ახლა პატარა ბავშვებს მიადგნენ ესე უსინდისოდ და უნდათ რომ აი ეს მესამე კლასელი ფაქტიურად აი ბავშვები თავიდანვე გარყვნენ რა, რასაც ქვია, იმიტომ მე სხვას ვერაფერს დავარქვე. როცა აი ფაქტიურად ბავშვებს უნდა აუხსნა თურმე რომ არის რაღაც ესე ცნება გენდერი, რომ არის ქალი, არის კაცი, შეიძლება იყოს კიდევ რაღაც მესამე საშუალო სქესის ეგრეთ წოდებული ადამიანი და კიდევ 1000 ეს ტრანსი თუ რაღაც რასაც დაარქმევენ და თურმე თავიდანვე ბავშვი უნდა იყოს შეჩვეული, რომ თავიდანვე რომ მე ვითომ რომ გაიზრდება, არ კონდეს აგრესია და იყოს ტოლერანტული და შემწყნარებლური რა. ხა ქართულ ხალხს გვასწავლიან ტოლერანტობას და შემწყნარებლობას, რომლებიც კარგად მოგეხსენებათ, რომ ქართველი კაცი რაც გაჩნდა ერები და ის მსოფლიოში თავიდანვე იყო ყოველთვის ტოლერანტული, ყოველთვის შემწყნარებლური, არასდროს ჩვენთან საქართველოში არ ყოფილა არავითარი დევნა, არც რელიგიური, არც კანის ფერის მიხედვით, არც სხვადასხვა ეგრეთ წოდებული ყოველთვის იყვნენ ეს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები, ამას ვერავინ ვერ გაექცეოდა ვერც ეპოქაში, მაგრამ არ ყოფილა ჩვენთან არც მაგათი არასდროს დევნა და არასდროს შევიწროება და ახლა უნდათ ვითომ რომ გვასწავლონ ეს ტოლერანტობა და რაღაც ყურით მოთრეული ის შემწყნარებლობა და ამის ეგიდით რა თქმა უნდა ნიღბავენ რომ აი თანამედროვე შექმნან ეგრეთ წოდებული ახალი საზოგადოება შექმნან თანამედროვე ადამიანი ეგრეთ წოდებული რომელიც დაცლილი იქნება ყოველგვარი ეროვნულისგან, ყოველგვარი ტრადიციულისგან, ქართულისგან
და იქნება ეს სოფლიო გლობალურ სივრცეში გათქვეფილი და ნაცრისფერი, ეგრეთ წოდებულ ნაცრისფერ მასაში გათქვეფილი. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენმა ერმა და ჩვენმა საზოგადოებამ უნდა აიმაღლოს ხმა და პირველ რიგში ეს არაფრის დიდებით არ უნდა დავუშვათ და მე ეჭვიან მეპარება რომ ამას არ დავუშვებთ, რომ ჩვენ ბავშვებს მიადგნენ და ისედაც აი ამ უმაღლეს სასწავლებლებში და იმებში რა ხდება კარგად იცით, როგორ უეცხავენ twins და ეს როგორი პროპაგანდა მიდის ამ ეგრეთ წოდებული ლიბერალური ღირებულებების გავრცელების და ახლა უნდათ რომ ეს პატარა ბავშვებს ეგრეთ წოდებულ ჟარგონზე ვთქვათ ტვინები მოუწამლონ რა და რა თქმა უნდა არ დაუშვებთ ჩვენ და ყველას მოუწოდებ რომ პირველ რიგში მშობლებს და პედ კოლექტივს სკოლებში რომ ყველამ დაირაზმეთ და მაგ შემთხვევაში თუ პედაგოგები, მშობლები დაირაზმებიან და კაფიო პროტესტი იქნება არ ამგონია რომ გაბედოს ეგრეთ წოდებული განათლების სამინისტრომ და მესვეურებმა პარლამენტში ზიან თუ სადაც ზიან და არ დაუშვან რომ ეს მიიღო. იმიტომ რომ ეს პატარა ბავშვების სულებში ხელების ფათურს ნამდვილად არ დაუშვებთ ჩვენ და ყველას მოუწოდებ რომ დადგენ იქ სადაც ქართველი ერი დგას და სადაც ჭეშმარიტება და ჩვეულებრივი ზნეობა და ადამიანობა არის და დაანებონ ამ ექსპერიმენტებს და რაღაც თავს მოხვევას ისეთი რაღაცების რაც აპრიორი იციან რომ გამოიწვევს ნებათა ღელვას და არეულობას და ძაძაბულობას. ჩვენ 1000 პრობლემა გვაქვს სახელმწიფოს. ერი გასაერთიანებელია ქვეყნის ტერიტორია აღსადგენია, მაგაზე ვიფიქროთ თუ იმაზე ვიფიქროთ ახლა რომ აი ბავშვებს როგორ მოუწამლოთ გონება და როგორ წაუშალოთ ყოველივე ადამიანური ბევრი რო არ ვილაპარაკოთ აი ქართულზე და ქრისტიანულზე და მართლმადიდებლობაზე. ჩვეულებრივი ადამიანური ხო შეიძლება რა ვაცადოთ ყველას გაზდა ნორმალურად 1000 საგნებია რომლებშიც მოვიკოჭრებთ ხო? აი საქართველოს ისტორია შეიკვეცა, იქ გეოგრაფია, რაღაცები საგნებია რომლებშიც არის მისახედი კიდე უცხოენების სწავლა, იგივე ქიმია, ბიოლოგია და იმის მაგივრად რომ რაც საგნებია იმის სწავლა გაღრმავდეს, დაიხვეწოს სახელმძღვანელოები და დავეციოთ ცივილიზებულ ქვეყნებს განათლებაში, ისედაც არა ვართ კარგ მდგომარეობაში, ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში. იმის მაგივრად რომ აი ეს ამ ტრადიციულ საგნებს მიუხედავად რაღაც ახალ სრულიად თითიდან გამოწოვილ საგნებს გვახვევენ თავზე და ვითომ ახლა ეგღა გვაკლია რა ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ვითომ აღზრდას და ეს ყოველად მიუღებელია და მე იმედი მაქვს რომ საზოგადოება არ დაუშვებს ამას. საღიაზრე გაიმარჯვებს. ბატონ რიჩარდ. იცით საქმიანშია რომ ეს ზოგადად ეს საგანი ახლა მე და საზოგადოება თვითონ ცნება მე და საზოგადოების მე ვფიქრი რომ მნიშვნელოვანია ზოგადად სოციალური განვითარებისთვის შენი თავის დამოკიდებულება საზოგადოებასთან ის მოქალაქეური მოვალეობებით და ღირებულებებით, მაგრამ ყველაზე უბედური იმაში მდგომარეობს რომ რა იმალება თვითონ აი ხა ვინც თუ არ ვიცით რა წერია, ესე ძნელია ხო საუბარი თქვა ამ პროგრამაში ეს ზოგადად
იხილსურად და რაღაცა ფობიურად განწყობა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ამ საგანში რამდენადაც მე ვიცი, თქვათ, რასაც ინფორმირებული ვარ. არის ისეთი თეზები ხაზგასმული, სადაც ადამიანის დაქვემდებარება ხდება სახელმწიფო სისტემაზე. ანუ მოქალაქედ აღზრდა იმ ფორმით, რომ იგი შორს იყოს თავისი მშობლების ზეგავლენისგან, იმ ოჯახური ტრადიციული ზეგავლენისგან, რაც თქვათ, მოგეხსენებათ ადამიანის განვითარებაში პირველ რიგში მშობლები და ოჯახური გარემოება ახდენს ზემოქმედებას. ესე იგი, ფაქტურად აქ ჩვენ არამხოლოდ განათლების სისტემის გადახალისებას ვაკეთებთ და ახალი, თქვათ, ტექნოლოგიებით ან განვითარებით ან რაღაც, თქვათ, მეთოდოლოგიით ვაყალიბებთ, არამედ ზოგადად ჩვენ ახალგაზრდას ბავშვს ვართმევთ დედა და მამის ტრადიციული ოჯახის აღზრდელობას და ვქმნით მასში, ვზდით მასში სახელმწიფო სისტემისადმი დამორჩილებულ ზომბს. მე მახსენდება ხშირ შემთხვევაში ესეთი კომუნისტის ხონას ესეთი ფრაზა: დედას მოკლავ, მერე მამას, თუ პარტია ითხოვს ამას. კი, ჯერ მოკლავ. დედას, და მერე მამას, თუ რევოლუცია მიბრძანებს ამას. იყო ასეთი საშინელი ლექსი. მე და საზოგადოების პრაგმატიკა, თვითონ ეს მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მარტო, ესე იგი, ერთი მხარე, ამას შემდგომ თავისი, თქვათ, ეტაპები კიდევ, თქვათ, კიდე ემატება ამ პროგრამას არსებული და საბოლოოდ მივიღებთ ასეთ რამეს. რომ ახალგაზრდა რომელიც თქვათ გაიზრდება ამ სისტემის ქვეშ იგი დაიწყებს თავის მშობლების მათი ღირებულებების მათი თქვათ ცნობიერების კრიტიკას იგი იზრდება პიროვნებად რომელიც არის არსებული იმ ტრადიციული ჯაჭვის რასაც თქვათ თაობიდან თაობას გადაეცემა ეროვნული ნიშნით ტრადიციული ნიშნით ამის კრიტიკას, ანუ ამ ცნობიერების, ეროვნული ცნობიერების, სულიერი ცნობიერების, ტრადიციული ცნობიერების კრიტიკოსებს ზრდიან, მეამბოხეებს ზრდიან შესაბამისად. აი ეს არის ძირითადი მიზანი ამის, რა თქვა ზოგადად ადამიანის განვითარება ზნეობრივად, სულიერად, თუნდაც პროგრესუალურად. მიზნობრივად არის გათვლილი, რომ ახალგაზრდა გაზარდოს სახელმწიფო სისტემამ და არა ოჯახმა. პირდაპირ ოჯახზე არის მიმართული შეტევა. აი ამაზეა საუბარი თქვა. აი თქვენი წამოწყებული თემაც აქედანვე გამომდინარეობდა ოჯახის მნიშვნელობის კონსტიტუციად დაფიქსირება ხომ. ეს განათლების სისტემაც გულისხმობს ახალი მსოფლიო მოქალაქის შექმნას, ლიბერალი მოქალაქის შექმნას, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებს, მათ შორის მშობლების, თქვათ, სადმე მოგზაურობას და მშობლის კიდე შვილისადმი დამოკიდებულებას შეაფერხებს. და ეხლა ნუ ეს უკვე როგორ და რა ფორმაში მაშინ უნდა ავიღოთ ეს ციგნი და თითოეული თეზა გავსაზღვროთ და მე არა ვარ წინააღმდეგი თუ ამის საშუალებას მომცემთ. მე გეტყვით რომელი თეზა რას გულისხმობს თქვა. და ფსიქოლოგიური მანიპულაცია როგორ ხერხდება რომ ზდიან მოქალაქეებს ვითომ და საზოგადოებრივად მოაზროვნე მოქალაქეებს, რომელთა პრიორიტეტები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეობრივი მნიშვნელობა, არა ოჯახის შვილობა, არა ერის შვილობა, არა მამულის შვილობა და მაქსიმალურად მიდის იმისკენ მიმართულება, რომ მშობლების ზეგავლენისგან, ოჯახური ზეგავლენისგან გაანთავისუფლონ მომავალი თაობა. აი ეს არის ამის თქვა და ეს უკვე ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, უკვე ამაზე ეს უკვე ჩვენი ერის გადასაწყვეტია პირადად მე ამისი მოწინააღმდეგე ვარ მე ვარ ოჯახის შვილი და შესაბამისად ჩემი შთამომავალი მინდა რომ ოჯახის შვილი იყოს კიდევ ერთ წელს დავამატებ თუ ასეთი მეთოდოლოგია იქნება გამოყენებული პირადად მე ჩემს შვილს ჩემს მომავალს ყველანაირად ვესწრები რომ ამ ყველაფრისგან თქვათ განვაშორო და სხვა საგანმანათლებლო სისტემით პირადად ჩემი სისტემით თქვათ გავზარდო და აი ამ საჯარო მიმართებას, ასე ვთქვათ, ხორციელდება ჩვენი მომავალი თაობის რო იტყვიან ასე მოსაზელად და გამოსაცხობად ახალ ვთქვათ, ახალი ცნობიერების ადამიანად, მე ვესწრები რომ ჩემი თუ სახელმწიფო აირჩევს ამ გზას, ჩემი შვილი და ჩემი მომავალი, მათ შორის კიდე ჩემი მეგობრებიც ასევე ამ გზას მიმართავენ, რომ შექმნან სხვა სისტემით და დააშრონ და ალბათ ესეც მოხდება რომ საზოგადოება გაიყოფა, სახელმწიფო გაიყოფა ასეთი თქვათ მიმართულების სკოლებად რომ ისინი თავის შვილებს ამ საჯარო საგანათლებლო სისტემას მოაშორებენ.
და ასე წავალ განათლების საკითხი, ასე დადგება. თუ თქვა ჩვენ თუ სხვა გზა და სხვა ძალა არ მოგვეცემა, რომ არ გაიმარჯვებს ჩვენი პოზიცია. აი ესეთი იქნება ჩვენი პოზიცია. მაგრამ მე ვფიქრობ, უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი არსებული რეგულირებულება. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი გადაცემა სამწუხაროდ უახლოვდება დასასრულს. დაგვრჩა სულ რამოდენიმე წუთი და მე მინდა ვისარგებლოთ ამ რამოდენიმე წუთით და ბატონებო, თქვენ თითოეულ თქვენგანს მოგცეთ საშუალება მიმართოთ ჩვენს ტელემაყურებელს. ბატონო გიორგი, დავიწყოთ თქვენით. პირველ რიგში იმას შეეხები, რომ ბავშვი არის სუფთა დაბა და რასაც დაწერილი მიზან და ვინმე თუ წაშლიდან და რჩება მის მეხსიერებაში და ყველაზე უბედურება ის არის, რომ თაობას მიიღებთ განადგურებას. და შემდეგ გვიანი იქნება ყველაფერი და ამ თემაზეც აღარ იქნება საერთოდ საუბარი, ჩვენ თაობის ხალხი საუბრობთ და წინამდე გამოდივართ, ამ თემაზეც აღარ იქნება საერთოდ საუბარი. ისე ჩვეულებრივად მოხდება შეგვება და ისე ქვეყანა ისე წავალ თავის ეს მინდა. 7 წლამდე ბავშვს ზიარებას ცდება დართული აქვს, ისეთი სუფთაა და ისეთი ხალისი. დიდი მადლობა, ბატონ ზვიად. ძალიან კარგად თქვა ჩემო მეგობარმა. აი ჩვენი თავარი უნდა იყოს, რომ მომავალი თაობა დავიცვათ. ჩვენ კიდევ რაღაც ასე თუ ისე შეგვიძლია რომ განვასხვაოთ კეთილი, ბოროტი რა არის. მაგრამ აი მომავალი თაობა ძალიან ძიმე მდგომარეობაშია და ჩვენი ვალია რომ სწორი მიმართულება მივცათ და დავიცვათ აი ეგეთი ზეგავლენებისაგან რომ არ მოხდეს ცნობიერების აი ერის ცნობიერების დეგრადირება და ჩვენი ფასეულობების ნიველირება. აი როგორც მოხდა ეს სამწუხაროდ ევროპაში და ხდება, მაგრამ იმედი მაქვს რომ ევროპელი ხალხის გამოიღვიძებს. აი ისეთი ქვეყნები როგორიცაა შვედეთი, სკანდინავიის ქვეყნები, აი სამწუხაროა რომ აი ეგეთი წარსულის ქვეყნები, აი სადაც ესე ვაჟკაცობა, ვიკინგები, მაგათი კულტურა, მეომრული, მამაცური. აი როგორი ხალხი იყო ცნობილი მე-12 საუკუნეებში მანამდე. აი თანამედროვე ეპოქაში უკვე ისე არიან ესენი ფაქტიურად წაშლილები სკანდინავიის ქვეყნები, რომ აი მაგათი გამოკითხვებიდან 98-17% აი ამ სკანდინავიის ქვეყნებისა უკვე მაგათი იდენტობა არის ეგრეთ წოდებული აი LGBT იდენტობის მატარებლები არიან და თავიანთი წარსული და თავიანთი ისტორია ყველაფერი დავიწყებული და ნიველირებული აქვთ. ეს საშიშროება თუ ისეთ მეომარ ხალხს და ისეთ წარსულის მქონე ხალხს როგორც სკანდინავიელები და ვიკინგები შთამომავლები არიან დაემართათ, ნუ გონია ქართველებს რომ ეს ჩვენ არ დაგვემართება. ამიტომ როგორც იტყვიან, უნდა ვიყოთ ფხიზლად და არ უნდა მივცეთ არავითარ ძალას და ძალებს, რომ იგივე გაგვიკეთონ ჩვენც რაც გავუკეთეს აი სხვა ქვეყნებს. დიდი მადლობა ბატონო ზვიად, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემის დრო იწორება და მე მინდა პროდიუსერს თქვა დაგვიმატოს 2 წუთი, რომ ბატონო რიჩარდ თქვენ მიმართოთ აყურებელს დასკვნითი სიტყვით. ძვირფასო თანამემამულენო, ჩემო დანო და ძმანო. თქვენ კარგად მოგიხსენებათ, რომ საქართველო იმყოფება ჯერ კიდევ იმ პრობლემატური მდგომარეობის წინ, რასაც ქვია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მისი სახელმწიფოებრიობის ღირსების დაბრუნება. ამ პრობლემების წინ მდგომარე ერს უამრავი ეკონომიური, თუ შიდა იდეოლოგიური, პოლიტიკური საკითხებია გადასაჭრელი. ჩვენი დღევანდელი რეალობით ჩვენს ამ ყოველივეს განხორციელებას ვარაუდობთ მომავალში. მომავალი ზოგადად დამოკიდებულია ჩვენ შვილებზე, მათ აღზრდაზე, მათ ცნობიერების სრულფასოვნებაზე. ერს, რომელსაც მომავალს მის
შვილებს, მას თავმოყრობას წაართმევენ და მოახდენენ მათზე მანიპულირებას, არ არსებობს არც ერთი მსოფლიოში ინსტრუმენტი იმაზე მეტი დამპყრობლური, თუ არა შენ შთამომავლობას შვილებს მომავალს გამოუცოდოთ ცნობიერება. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, რომ მივაქციოთ ყურადღება ჩვენი მომავლის, ჩვენი შვილების აღზრდაზე, მათ ჯანსაღ ცნობიერების ჩამოყალიბებაზე. არ დაუთმოთ იმ ახალ მექანიზმებს, რომელიც გამიზნულად თუ სულიად გაუგებარი ინსტრუმენტებიდან და საფუძვლებიდან ხორციელდება, რომ ჩვენაერ პატარა ერებს შეუსვალონ ცნობიერება და მინდა გითხრათ, რომ ამ ბრძოლაში ქართველები მარტონი არა ვართ. ამ წინააღმდეგობის ქვეშ იმყოფება დანარჩენი მსოფლიოც. ჩვენ მხარს დაგვიჭერს ყველა ტრადიციული საზოგადოება მსოფლიოში, ვისაც ადარდებს და ანაღლებს თავისი შვილების, თავისი მომავლის სულიერება. მოგეხსენებათ, არ არსებობს და ვერ იარსებობს ვერც ერთი სახელმწიფოებრიობა, ვერც ერთი საზოგადოებრივი განვითარება თუ აღკვეთილი იქნება, გამატერიალისტურებული იქნება ადამიანის სულიერი ცნობიერება. ეს მეთოდოლოგია უკვე გამოიყენეს 10 წარსულმა ბოლშევიკებმა, მაგრამ ყველას ძლიერი იყო საზოგადოების ცნობიერი მხარეების სულიერებაში და 70 წლის ბოლშევიკური ეპოქის შემდგომ საზოგადოებამ კვლავ დაიწყო იმ ზნეობრივი საფუძვლების აღდგენა, რასაც ჰქვია სულიერი ეროვნული შემეცნება და პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე. მაგრამ სამყაროს მოევლინა ახალი ნეობოლშევიზმი, თანამედროვე ლიბერალიზმის სახით. ჩვენ ეროვნული საზოგადოება არავითარ წინააღმდეგობაში არ მოვდივართ თავისუფლების გაგებასთან, თავისუფლების შემეცნებასთან, მაგრამ თავისუფლება, რომელიც ან თავისუფლებს ზნეობრივი ფასეულობისგან, ტრადიციული მარადიული ღირებულებებისგან, ეს არის ახალი, შეიძლება ითქვას, მეტად მკვეთრი დიქტატურა, სადაც საზოგადოებას აღარ ეძლევა არჩევანის საშუალება, რამე თუ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ ახალ ეგრეთ წოდებულ უნივერსალიზმს შეეწინააღმდეგება, ანალოგიური გზით იქნება დისკრიმინირებული, დისკრედიტირებული, როგორც ადრე ბოლშევიკები ეძახოდნენ ხალხის მტრად შერაცხული. ამიტომ ჩვენ გვაქვს უკვე საკმაოდ გამოცდილება, რომ მივხვდეთ რა არის სიცრუე, რა არის თქვათ რეალობა. ჩვენ არ გვჟერავს არავითარი შემოთავაზებების, არავითარი თქვათ შენიშვნების, ჩვენ უკვე საკმაოდ გაგვაჩნია ჩვენი არსობრივი პოზიციები და ეროვნული თვითშეგნება და მიზანი, ჩვენი ეროვნული მიზანი და ეროვნული სულიერი თვითშეგნება არ არის ლოკალიზირებული მხოლოდ ეთნიკური ნიშნით და ვფიქრობ, რომ ამას გამარჯვება უწევია მსოფლიო ეროვნულ ტრადიციულ საზოგადოებასთან ერთად წინ ბრძოლაში. დიდი მადლობა ბატონებო. ძვირფასო მეგობრებო, მე ის გადამჩენია შეგახსენოთ, რომ თქვენ უყურებთ ტელეკომპანია PKTV-ის გადაცემას პოლიტიკა და სამართალი. მე გახლდით ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ბიზნესმენი მესხი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა იყო საკონსტიტუციო ჩანაწერი, კერძოდ უნდა იყოს თუ არა კონსტიტუციაში ჩაწერილი ის, რომ ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობლიობა. რამდენად მოვახერხეთ ჩვენ დღევანდელი ჩვენი პოზიციის დაფიქსირება ამ თემის ირგვლივ თქვენი გადასაწყვეტია, ძვირფასო მეგობრებო, მე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ ბატონები ზვია ჯაფარიძე, რიჩარდ ნიჟარაძე და გიორგი ბოგვენაძე. და როგორც ყოველთვის ტრადიციისამებრ გემშვიდობებით ტელეკომპანია PKTV-ის დევიზით ჩვენ მოვდივართ, მომავალი ჩვენია.